რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტში პირველი რეისი წელს უნდა შესრულდეს. რუსული მხარის განმარტებით ინვესტიცია 12 მილიარდ რუბლს შეადგენს. აქედან 5.6 მილიარდი რუბლი ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთის ფინანსური დახმარებაა. სოხუმში აეროპორტის აშენება საერთაშორისო წესებთან თანხვედრაში არ არის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან სრულ მხარდაჭერას ელოდება, რადგან მათი პოზიცია იდენტურია არაღიარების საკითხში. ჩვენი პოზიცია უცვლელია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვგმობთ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა ეს არ არის მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანხვედრაში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესებთან, იცით რომ ჩვენ გვაქვს იკაოს-თან მჭიდრო კავშირი. საქართველო არის სრულფასოვანი წევრი საერთაშორისო გაერთიანების და მათ შორის დიალოგი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისე რომ ჩვენ ველოდებით სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მხრიდან ამ საკითხშიც.